ბათუმის ახალი კათოლიკური ეკლესია. ასე ეძახიან ტაძარს, რომელიც 2000 წელს აშენდა. ახალი იმიტომ, რომ ბათუმში უკვე არსებობდა განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე, ძმები ზუბალაშვილების ფინანსური დახმარებით აშენებული ტაძარი, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ 1980 წლიდან კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს დაუთმეს. შესაბამისად, კათოლიკე მრევლი ტაძრის გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ აღმსარებლობას მტკიცედ იცავდნენ. 1994 წელს ქალაქ ბათუმში მისიონერი მოღვაწეები ჩამოვბრძანდნენ მამა ჯუზეპე და მამა გაბრიელე. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ჩვენ არ გქონდა ტაძარი, არის კათოლიკური ტაძარი, ძველი, ოღონდ იყო მოლაპარაკება ასე, რომ რამდენიმე დღე დაეთმობოდა მართლმადიდებულ ეკლესიაზე, რამდენიმე კათოლიკეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. როცა ესენი ჩამობრძანდნენ, ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ვიკრიბებოდეთ საკუთარ სახლში, მაგალითად, ჩემს სახლში 3 წელი მიმდინარეობდა წირვა, ლოცვა, ნათლობა, მირონცხება, ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა. შემდეგ ძალიან დიდი დამსახურება აქვს, რა თქმა უნდა, მამა ჯუზეპეს და მამა გაბრიელეს, სორა ლორეტანას, რომ დაწყებულიყო ამ ტაძრის მშენებლობა. მამა ჯუზეპე პასოტოსა და მამა გაბრიელე ბრაგანტინის მონდომებით დაიწყო საუბარი კათოლიკე მრევლისთვის საკუთარი ქონების დაბრუნების შესახებ. ღვთისმშობლის სახელობის გოთური სტილის ტაძარი, რომლის არქიტექტურაც ფლობელის ვინაობაზე თავად ვესაუბრობს, მართლმადიდებლებმა ბათუმელ კათოლიკეებს არ დაუბრუნეს. ვატიკანისა და აჭარის მთავრობის შეთანხმებით კათოლიკე მრევლს ბათუმში საზღვაო პორტთან ახლოს ადგილი გამოუყვეს ახალი ტაძრის ასაშენებლად. ვატიკანის წარმომადგენლის პოზიცია იყო, კი ჩვენ არ გვინდა არავითარი, რა ქვია, პოლემიკა ან კონფრონტაცია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და უდავით რომ თვითონ აჭარის მთავრობა იმ დროს თანახმა იყო იმ ეკლესიის დაბრუნებას. 1999 წლის მარტში იკურთხა ადგილი, სადაც კათოლიკეების ახალი ეკლესია უნდა აშენებულიყო. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ამ ადგილზე მთლიანად ჭაობი იყო და გარს უამრავი მწერი ეხვია. ეკლესიის პროექტი კონკურსის წესით შეერჩა. საბოლოოდ იგი არქიტექტორმა გია ბაღოშვილმა და ოლეგ პატარიძემ ააშენეს. ვატიკანმა იმდენი აკეთა, რომ აგვიშრა და მთავრობამ, აჭარის მთავრობამ მაშინ ასტანაგაშიძე გახდა მთავრობაში და ახლა რაც კარგი აქვს გაკეთებული, იმას ვერ დაუკარგავ. აი ეს ადგილი გამოგვიყო და ყველაფერში ხელი შეგვიწყო. აგვეშენებინა აი ეს ეკლესია. არქიტექტორები ორი ყავდა. ხო და ერთმა თავისი შემოგთავაზა, მერამ თავისი. გაკეთებული ასეთი მაკეტები. და ისე მოგოწენა, რომ ორმა მე და მხატვარი ყავდა ხაზარაძე, ელგუჯე ხაზარაძე, რომელსაც მოხატა იქ. ელგუჯე ხაზარაძე მორივე ერთად წამოვხდით და თქვით, რომ აი წინა თქვენი იყოს და უკანა თქვენი იყოს, ასე რომ ეს ორი ადამიანის შექმნილი ეს არის, რა ქვია, ეკლესია. დღეისათვის პროექტი აერთიანებს ეკლესიას, მღვდლების საცხოვრებელს, ასევე დარბაზს საკრებულოს სხვადასხვა ინიციატივებისთვის, როგორებიცაა შეხვედრები, კონფერენციები, ღონისძიებები და სხვა. ეს დარბაზი მამა გაბრიელ ასლანიშვილის სახელობისაა, რომელიც 1927 წლამდე, ანუ იქამდე სანამ დახვრეტდნენ, ბათუმის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი იყო. იმ დროის როდესაც დიდი გაჩერება იყო, რომ ასეთი ეკლესია რომ აშენდა, კი ძალიან დიდი მიღწევა იყო მინედან, კი მართლა მეფიქრო რომ თუ არ იქნებოდა ეს თანადგომა მთავრობიდან, კი ამ მოკლე ტემპით ვადით არ იყო აშენებული ეს ეკლესია. 2000 წლის 24 ივნის, ანუ ზუსტად 25 წლის წინ, ბათუმის ახალი კათოლიკური ტაძარი გაიხსნა.
იგი ეპისკოპოსმა ჯუზეპე პასოტომ აკურთხა. მერე როდესაც ეკლესია გაიხსნა კი მახსოვს იმ მეორე კვირიდან უკვე ბევრი ხალხი მოვიდა აღსარებისთვის, ზიარებისთვის, ნათლობისთვის, ჯვრისწერისთვის, კათოლიკები იყვნენ. მე ვთხარი, სად იქავი აქამდე? მათ ჩვენ ვერიდებოდა ჩვენ რომ ოჯახში შემოსული კავით ან ასეთი და დავიწყეთ კატექიზაცია მომზადების მომენტი, მაგრამ მე მახსოვს რომ ოთახი პატარა იყო იმ დროისათვის კი. 25 წლის შემდეგ ბათუმის ახალი ტაძრის კურთხევის იუბილეზე ბათუმელ კათოლიკეებს კვლავ ეწვევიან სტუმრები, მათ შორის ვატიკანიდან. 25 წლის საიუბილეო წმიდა წირვას ადგილობრივ მღვდელმსახურებთან ერთად კარდინალი როლანდ მაკრეკასი აღავლენს.